კახეთის ორ სოფელში არაშენდასა და ბაკურციხეში კიდევ ორი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. სკოლები 500 მოსწავლეზეა გათვლილი და მათ რეაბილიტაციაზე 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. ახლად რეაბილიტირებული სკოლები განათლების მინისტრმა მოინახულა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში თანამედროვე საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი ფუნქციონირებს. ორივე სკოლას აქვს ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები და სრულად ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უწყების მონაცემებით 2024 სასწავლო წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში აშენდა სრულად რეაბილიტირდა და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 45-მდე საჯარო სკოლას. შედეგად სასწავლო გარემო 5000-ზე მეტ მოსწავლეს გაუმჯობესდა. ახალი სასწავლო წლიდან რამდენიმე ახალი სკოლის გახსნაცაა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტროს მთავარი მიზანი არის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული განვითარება და გაუმჯობესება სკოლების, არამედ შინაარსობრივი დახვეწა, პედაგოგების განვითარებაზე და წინსვლაზე ზრუნვა და რა თქმა უნდა, სასწავლო გარემოს გაუმჯობესება. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. განათლება არის ჩვენი მომავალი თაობის წარმატების ერთ-ერთი ძლიერი ფუნდამენტი და ზუსტად ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები უზრუნველყოფენ ჩვენს ღირსეულ მომავალს. მისასალმებელია ის გარემოება, რომ ამ პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად იყო ჩართული და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება როგორც კახეთის რეგიონში, ასევე საქართველოს მთელი მასშტაბით პრემიერ-მინისტრის მიერ დაინიცირებული ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ასობით სკოლის ახლიდან აშენებას და სრულ რეაბილიტაციას ეხება. განათლებაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მშენებლობა კახეთის რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გავხსენით გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელი არაშენდის და ბაკურციხის საჯარო სკოლები, რომლებიც სრულად რეაბილიტირებულია.